დეკემბრის დილით თბილისის მოვლენების დროს პირველი ორი ტყვია მომხდა ერთი თავში და ერთი ხელში. ძალიან მძიმედ დავიჭერი ფაქტიურად მოვკვდი, იმიტომ რომ მეცხრე საავადმყოფოში რომ მიყვანეს, მორგში ჩამიყვანეს. თავში ვიყავი დაჭრილი და გათიშული და მორგში არ აღმენიშნებოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. პირველი მესულ ორჯერ მქონდა კლინიკური სიკვდილი. პირველი მაშინ იყო. და რაღაც როცა მომხდა ეს მეორე ტყვია და ერთი მოვასწარი გაფიქრება რა ადვილად კვდებით ხო და გავითიშე და უცებ ძალიან დიდი სიჩქარით რაღაც გასხიოსნებული გვირაბივით რაღაცა იყო სიჩქარით მივდიოდი და რაღაც მომენტში წინიდან ცეცხლდარაში ჩაცმული მე უფრო მგონია რომ ქალი იყო. ქალს გავდა ყოველ შემთხვევაში. და ეს რამდენიმე წამი გაგრძელდა და უბრალოდ მახსოვს ის მომენტი რომ თვითონ ეს პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. ანუ აი სხეულის ტკივილი რაღაცა ყველაფერი აბსოლუტურად დატოვა და საოცარი განთავისუფლების შეგრძნება იყო და ხო, მე უკვე არაფერი არ დამთავრდა ჩემი კლინიკური სიკვდილი. წინიდან მოდიოდა და ზუსტად ამ მომენტში ჩავიარდი და თითქოს ჩამიარა გვერდით და მთლიანად თეთრებში იყო და ქალი ახლოდანაც რო და მახსოვს ის შეგრძნებას მახსოვს რომ თითქოს გავიფიქრე რომ ღმერთი ქალია თქო აი ეს კლინიკური სიკვდილი ეს არის გარდაცვალების ეტაპი სიცოცხლესა და ბიოლოგიურ სიკვდილს შორის. ამ დროს ჩერდება გულისცემა და სუნთქვის პროცესი. ქრება ორგანიზმის სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ამ მომენტში ჰიპოქსია, ანუ უჟანგბადობა არ იწვევს განსაკუთრებით მგრძნობიარე ორგანოების და სისტემის შეუქცევად პროცესებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა კლინიკური სიკვდილი 3-6 წუთის განმავლობაში გრძელდება. რიგ შემთხვევებში ადამიანს სიცოცხლის ნიშნები უბრუნდება და გულისცემა თავიდან იწყება. რა ხდება კლინიკური სიკვდილის დროს? პირველ რიგში მისი ნიშნებია კომა, აპნოე და ასისტოლია. კომა დგინდება გონების დაკარგვით და გაფართოებული გუგებით, რომლებიც არ რეაგირებენ სინათლესა და მოძრაობაზე. აპნოე არის მდგომარეობა, როცა ვიზუალურად არ ფიქსირდება მკერდის სუნთქვითი მოძრაობები. ასისტოლია კი რეგისტრირდება ორ საძილე არტერიაზე, პულსის არარსებობით. სამედიცინო ლექსიკონები ამბობენ, რომ ასისტოლიის დადგენამდე აუცილებელია დაზარალებულს ჩაუტარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. კომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ზოგადად იმ მიზეზზე, რამაც გამოიწვია კომა. ის შეიძლება გრძელდებოდეს რამოდენიმე დღე და რამოდენიმე თვემდე და შეიძლება წლების გაგრძელდეს. და ერთადერთი აუცილებლად აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რაც უფრო ხანგრძლივდება კომა, კომიდან გამოსვლის შანსი მით უფრო მცირდება. ლიზის 2014 წლის 30 მარტს, როცა სკოლაში მიდიოდა, ავტოავარიაში მოყვა, მანქანა დაეჯახა. იმყოფებოდა ძალიან მძიმე სიტუაციაში, ჩვენ გავიგეთ ცოტა მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ეს ფოთში როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ გამოვიძახეთ თბილისის რეამობილი, რომ უნდა წამოგვეყვანა აქეთ, იმდენად მძიმედ იმყოფებოდა, რომ გვითხრეს, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილია, აზრი არ აქვს თბილისში გადმოყვანას და მაშინ უკვე წამოვიყვანეთ დარეკილი რეამობილი უკან გაუშვეს თბილისში იმის შედეგად, რომ უკვე დაგვიანებულია და არაფერი ბავშვს არ შველისო. ამასობაში გავიდა 10 საათი. 10 საათის მერე ჩამოვიყვანეთ თბილისში დაგვიანებით და მივიყვანეთ იაშვილის საავადმყოფოში და იქ როცა მივიყვანეთ, იმდენად მძიმე სიტუაციაში იყო. ექიმებმა გვითხრეს, რომ
უკვე არანაირი შანსი არ აქვს, რომ ჩვენ ბავშვს ოპერაცია გავუკეთოთ. ფაქტიურად გარდაცვლილია და ხელს ვერ ვახლებთ, მაგრამ ღვთისწყალობით ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად დაიწყეს ოპერაცია ძალიან რთულ სიტუაციაში. გაუკეთდა ლიზის ოპერაცია და არც არავინ ელოდებოდა, რომ ამ შედეგამდე ჩვენ მოვიდოდით. ეს იყო ძალიან რთული ჩვენთვისაც და ექიმმა გითხრა, რომ ჩვენ წინასწარ ვერაფრის იმედს ვერ მოგცემთ, იმდენად მძიმედ დაზიანება არის, რომ არ ვიცით რა მოტყვება ამ სიტუაციას და იმის მერე ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ რაღაც პერიოდი წინ წამოვიდეთ. ძალიან ძნელი არის კომაში მყოფი პაციენტის ცნობიერების დონის შეფასება და ამას ართულებს ის ფაქტიც, რომ თქვათ არ არსებობს სპეციალური თქვათ ერთიანი შკალები, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ ცნობიერების დონის შეფასება. თუმცა თავის ტვინის ტრაუმული დაზიანების დროს არსებობს გლასგოს კომის შკალა. ეს არის კითხვარი, რომელსაც ავსებს ექიმი და ამის მიხედვით ხდება ქულების დაანგარიშება და ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ კომის ხარისხი, კომის სიღრმე. ჩვენ ვაფასებთ პაციენტ თვალების გაღების მიხედვით, ვერბალური პასუხის მიხედვით და მოტორული პასუხის მიხედვით და ქულათა დაჯამების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ რა სიღრმის არის მისი ცნობიერების დათქმვა. თუმცა ეს მხოლოდ სამედიცინო განმარტებებია. მსოფლიო მკვლევარებმა დაადგინეს ის საერთო ნიშნები, რასაც კლინიკურ სიკვდილგამოვლილები განიცდიან და აღწერენ თავიანთი შეგრძნებების შესახებ. ეს შეგრძნებები შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა მაგალითად საკუთარი ფიზიკური სხეულიდან გამოსვლა, ეიფორია, მისტიური ხილვები, ეგოს გაქრობა და სივრცე განზომილებასა და დროის მიღმა გასვლა. თინიკო გოგუაძე იხსენებს, რომ მეორედ კლინიკური სიკვდილი გერმანიაში 15 საათიანი ოპერაციის დროს განიცადა. ისევ ის მომენტი იყო, სხეული დატოვა, დავტოვეს სხეული, უცებ ავედი ზემოთ, ოღონდ ამ გვირაბი ჯერ არ ყოფილა, ესე იგი გვირაბამდე. რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემს თავს უყურებდი ზემოდან. ანუ ამ ოპერაციის სწავლებას ვხედავდი და იქ ხო აპარატურა და იქ დაფიქსირდა ეთყობა ესე და ამას ყოველთვის ექიმები რაღაცა ჩოჩქოლივით ატყდა და რაღაცა და იქ ისინი შემოიტანეს რაღაც სპეციალური დანადგარები გამოსაყვანად. ახლა ვფიქრობდი, რომ იმდენად სასიამოვნო იყო ეს გზნობა, აი სხეულის სიმძიმისგან გათავისუფლება, ყოველგვარი მიწიერისგან გათავისუფლება, რომ თვითონ ფიქრობდი, რომ ნეტა აი ისი აზრზე ვიყავი მაშინაც. ხდებოდი რა ხდებოდა. ხდებოდი, რომ ექიმები ესე იგი ცდილობდნენ ჩემს გამოყვანას რომარეობიდან და ჩემთვის ფიქრობდი, რომ ნეტა არ გამომიყვანან. რაღაც პერიოდი ვიყავი ეს ასეთ სიტუაციაში და მერე უკვე რო ესე იგი დავიწყე ისევ ჩასვლა, აი ნელ-ნელა ჩავედი და მასო ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, ისე სულის ისევ სხეულში შესვლა. ძალიან არასასიამოვნო და მტკივნეული პროცესი. ხო. ეს იყო ჩემი მეორე, ანუ ამ შემთხვევაში გვირაბი არ ყოფილა. პარანორმალური მოვლენების არსებობის მომხრეები და მეცნიერთა ნაწილი ადასტურებს, რომ ასეთი განცდების სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას ამტკიცებს. ბოლო წლებში ამ ფენომენს მეცნიერული მეთოდებით იკვლევენ. პირველი სერიოზული კვლევა 1975 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა რობერტ მოუდიმ გამოაქვეყნა. 1978 წელს სიკვდილისპირა განცდების კვლევის საერთაშორისო ასოციაცია შეიქმნა, ხოლო 1998 წელს მსგავსი მოვლენების კვლევის საერთაშორისო ფონდი. გელაპის ინსტიტუტის კვლევით დადგენილია, დაახლოებით 8 მილიონი ამერიკელი ამტკიცებდა, რომ მსგავსი შეგრძნებები კლინიკური სიკვდილის პერიოდში განუცდია. მოუდი ამერიკელი მეცნიერი ყოველმაც გამოიკვლია ეს ფენომენი და მის პრომისტიკს ქვია სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ
ანუ მდგომარეობა როცა ორგანიზმზე გათეშულია, ტვინი ინარჩუნებს ასე ვთქვათ არსებობის წყაროს რაღაცნაირ მინიმალურ გამოხატულებაში, მას ასე ვთქვათ ემოციები აქვს. ემოციები ესენი არა ტვინის მიერია, არამედ სულის მიერია და ასე ვთქვათ ასე შემდეგ, ხო, მაგრამ იმიტომ რომ ამაზე მოგახსენოთ, ხო, უნდა განმარტოთ ადამიანის ცნება რა არის. ადამიანის ცნება ეს არის ადამიანის მოდგმა. მაგრამ ადამიანის მოდგმა ხორცელად სხეულია და სულია სამშვენელია, ხო მართალია. ესე იგი, ასეა რომ ხორცელად მთელი ნივთიერი სამყაროა ადამიანი გამოხატულებაში, მაცოცხლებელი სული, ანუ გრძნობელი არის სამშვენელი, რუსულად ამას ქვია დუშა, ხოლო სული გონიერი ხაიდა მსგავსი ღვთისა უკვდავი. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი ამ მდგომარეობაში ვარდება, ვინაიდან მისი გონება სულის მიერია და არა ხორცის მიერი, ამ შემთხვევაში სხეული არის როგორც მიმღები იმ ინფორმაციისა, რაც სულში ხდება. ანუ ჩვენში ყველაფერი არის არა მარტო ჩვენი ცხოვრება, არამედ ჩვენი წინაპრების ნაცხოვრები და ვისაც კი უცხოვრია საერთოდ ამ ქვეყანაზე და არა მარტო ამ ქვეყანაზე. ვინაიდან თუ ხაზი და მსგავსი აღმოჩნდეს ადამიანის სული, მაშინ გამოდის რომ მთელ სამყაროშია ის ფიქრები განფენილი, რაცაც ჩვენ შევიგრძნობთ. ჩვენი მზის სისტემა ჩვენს გალაქტიკაში სადღაც კუთხეშია მოქცეული. ასეთი მზის სისტემები ამ გალაქტიკაში მილიონობით არის. თუმცა გალაქტიკებია მილიონობით. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული და დასაშვებიც არის ადვილად, რომ ჩვენი ტყუპის ცალები თუ შეიძლება ასე ითქვას, სადმე იყოს კიდევ. და ვინაიდან ეს დაფარული და დამალული კი არ არის, არამედ გაცხადებულია და ჩვენი გრძნობელობაზეა დამოკიდებულია ჩვენს მიღებიანობაზე, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, რომ ეს უკვე ცხოვრება გავლილი იყოს არაერთ გზის და მრავალ გზისაც. და აქედან გამომდინარე ჩვენს მომავალს ხედავთ, თუ ის არ შეიცვალა რაღაცა ვითარებებით. და მაინც რას გრძნობენ ადამიანები კლინიკური სიკვდილის 3-6-წუთიან მონაკვეთში. გამოვლენილია შემდეგი ტიპიური შეგრძნებები. პირველი, სენსორული შთაბეჭდილება, საკმაოდ არასასიამოვნო ხმაური იმის მიხვედრა, რომ გარდაიცვალა. სასიამოვნო ემოციები, სიმშვიდე. უსინათლოებს და ყრუმუნჯებს უჩნდებათ ხედვის და სმენის უნარი. საკუთარი სხეულიდან გამოსვლის შეგრძნება, ლივლივი ჰაერში და გარშემომყოფთა დაკვირვება, სივრცესა და დროში მოგზაურობა, თუმცა მოვლენებზე ზემოქმედების უნარის გარეშე. დროის და სივრცის დეფორმაციის შეგრძნება. ნათელი გვირაბის ან ვიწრო გასასვლელის მეშვეობით ზევით გადაადგილების შეგრძნება. და ბოლოს, სასიამოვნო შეგრძნებების გამო სურვილი არ დაუბრუნდეს საკუთარ სხეულს. რა არის იმის მიზეზი, რომ სიკვდილგამოვლილი ადამიანების უმეტესობა თითქმის ერთსა და იგივე ისტორიას ყვება? როგორ უყურებს ამ თემას ეკლესია, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი კიდევ ერთი თითქმის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც თავს ჩვენს ერთ-ერთ რესპონდენტს გადახდა. ლევან ლაცაბიძემ ექსკურსიაზე ყოფნის დროს თავის გაუსაზრისი ტკივილები იგრძნო. რამდენიმე დღეში გონება დაკარგა და საბოლოოდ ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა. მახსოვს მომენტი, როდესაც მე სრულიად სხვა განზომილებაში გადავდივარ. როდესაც წევარ ინსტინქტურად წამოვჯექი, ამ ყველაფერს მე უკვე ვგრძნობ და მე თვითონ ვაკეთებ ამ ყველაფერს. წამოვჯექი, დედაჩემი არის ოთახში და უცბად ვეუბნები, დედა ცუდად ვარ და დედაჩემი მოვიდა უცბად, დედაჩემს ჩავეხუტე და ამ მომენტში უკვე ჩემი სხეულებრივი მდგომარეობა იქვერჩება და მე გადავდივარ რაღაცა ასე ვთქვათ არასხეულებრივ მდგომარეობაში და ვუყურებ არის სივრცე
რაღაც უკიდეგანო, რომელსაც არ აქვს არანაირი სხეულებრივი და მატერიალური მდგომარეობა და განსაზღვრება და მივდივარ რაღაც. ვიცი რომ უნდა მივიდე რაღაც დანიშნულების ადგილამდე, სადაც რაღაც ძალიან კარგი მელოდება. იმიტომ რომ ამას ჩემი სული გრძნობდა, იმიტომ რომ როდესაც მე მივდიოდი უხაროდა ჩემს სულს აი ამ სულის პერიოდში. სულიერ სამყაროში იქ არის მარადიული არსებობა. იქ არის ზედროული არსებობა. იქ არის მარადიული აწმყო, აი პატრიარქს აქვს ერთხელ ძალიან ლამაზად ნათქვამი ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენო მუდმივად წარსულისა და მომავლის მიჯნაზე ვცხოვრობთ. აი ამ სულის პერიოდში მე ვერ გრძნობდი ამ დროის განცდას. აი ამ სულის პერიოდში მე ისევ მე ვერ ვიტყვი ამდენი ხანი გრძელდებოდა ეს, იმიტომ რომ ვერ გრძნობდი ამას. და რაღაცა პერიოდის შემდეგ მე ისევ ბრუნდები უკან და ეხლა უკვე როდესაც ბრუნდები უკან მე უყურებდი ჩემს სხეულს როგორ ასულიერებდნენ იქ ექიმები იყვნენ რამდენიმე შემოსული და ასე ვთქვათ როგორ ასულიერებდნენ ამ მკვდარ ასე ვთქვათ სხეულს იქ დედაჩემი იყო მოიხსენებათ როგორი სიტუაცია იქნებოდა და ასულიერებ და მე როდესაც ისევ ჩემს სხეულში აღმოჩნდი ისე ვიგრძენი ეს სხეულებრივი უძლურება ეს ასე ვთქვათ ტკივილი ეს ტანჯვა ანუ ამ ფეყნიური გრძნობა ყველაფერი შევიძინე ისე თითქოს აი ხელთათმანებივით რომ გაუყარეო ჩემს სხეულშიო ხელებიო ფეხებიო და რომ აი ჩავჯექიო ისევ შიგნითო რა და რომ გავახილეო თვალებიო საოცარი ტკივილების გრძნობა მქონდა. რაც შეეხება იმას, რომ აი არის რაღაც გვირაბის იქით რაღაც სინათლე, მე მსგავს გვირაბი არ მინახავს, არც სანმე სიგნალეში არ მივლია, რომ მენახა რაღაცა ასე ვთქვათ სინათლის წერტილი და იმისკენ მქონოდა ასე ვთქვათ სასიარულო გეზი, უბრალოდ მე განვიცადე სულის მდგომარეობა, როდესაც უკვე ადამიანი იმყოფება ასე ვთქვათ რაღაც კარგ მდგომარეობაში. ზოგადად სიკვდილი ძალიან დიდი საიდუმლოა, ეკლესია სიკვდილს განიხილავს როგორც საიდუმლოს. საიდუმლოა პირდაპირი გაგებითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც. პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით სიკვდილის შემდეგ რა ხდება. ანუ სიკვდილის შემდეგ ცნობიერება ითიშება ადამიანის გონება და ამიტომ ჩვენ ვეღარ ვხედავთ იმის იქით რა არის და როგორ არის. ერთადერთი აი ეს კლინიკური სიკვდილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კლინიკურ სიკვდილ გადატანილი ადამიანი კვლავ უბრუნდება სიცოცხლეს და ანუ ეს არის ჩვენთვის შეიძლება ითქვას ერთადერთი წყარო საიმისოთ, რომ თქვათ რაღაცა ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ თუ რა ხდება აი ამ საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რასაც ეწოდება გარდაცვალება. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ფაქტზე, რომელზეც საკმაოდ ისეთი ხმაურიანი ფაქტი იყო და თქვათ რაღაცა სამედიცინო სფეროები ალაპარაკდნენ. რატომ არის ეს შემთხვევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს ეხება ამერიკელ ნეიროქირურგს. არის ესეთი პიროვნება ალექსანდრე ებენი, რომელიც გახლავთ ამერიკელი ნეიროქირურგი, საკმაოდ ისეთი პრაქტიკოსი ექიმი, რომელიც ძალიან ისეთი ხშირი არც პატარა ბიჭი არ არის, იქნება ეხლა ალბათ სავარაუდოდ მე თუ სწორად მახსოვს დაახლოებით 60 წლის მიდამოებში, რომელიც ოქსფორდის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში დღესაც კითხულობს ლექციებს ეს ადამიანი და თვითონ ყვება. ანუ დაემართა მას რაღაცა იშვიათი დაავადება შემეყარაო, რაღაც ბაქტერიული მენინგიტიო, რომელიც ფაქტიურად რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის იყო და ძალიან დიდი იყო ალბათობა მისი გარდაცვალებისა. ჩავარდი კომაშიო და 7 დღე იმყოფებოდა 7 დღეღამე. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ანუ ჩემთვის აი რატომ არის ეს ძალიან ნიშანდობლივი, იმიტომ რომ თქვა შეიძლება ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი მოყვეს ამას ყველაფერს, მაგრამ როდესაც ამას გიყვება ნეიროქირურგი, ამას სხვა ფასი ეძლევა. ჩემი საიქიო მოგზაურობის განმავლობაშიო, ამბობს ალექსანდრე, თან დამყვებოდაო მეო ერთი ქალიო. აღწერს ამ ქალსაც სულ დეტალებში, საოცრად სასიამოვნო და ლამაზი გარეგნობისო, ლურჯი თვალებითო და ოქროსფერი კულულებითო, ოქროსფერი თმებითო. რომელიც მას აი მნიშვნელოვანია რომ ვერბალურად არ ესაუბრება. ანუ იქ არ არის სიტყვიერი კონტაქტი, იქ გრძნობისმიერი კონტაქტია.
და აბსოლუტურად ყველა მის შეკითხვაზე, რომელიც ჩდება ალექსანდრეს გონებაში, მომენტალურად ამ ქალისაგან ეძლევა პასუხები. ყველას უყვარხარ და ყოველთვის ახსოვხარ და ყოველთვის ზრუნავენ შენზეო. აი ეს იყო ის უმთავრესი მესიჯი, რომელმაც მე რაღაცა ენით უთქმელი სიხარული და სიმშვიდე მომიტანაო სულშიო. ანუ ეს ლაიტმოტივად გაზრდევდაო მთელ ჩემს ამ მოგზაურობას. არ ქონდა მას დროის შეგრძნება აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის ყვება შემდეგ რომ მან აბსოლუტურად ვერ გაიგო რა დროის განმავლობაში იყო იქ. იმიტომ რომ ეხლა ალბათ ესეც აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ სულიერ სამყაროში დრო არ არსებობს, დრო არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის. რამდენიმე წლის წინ ცნობილმა რუსმა კონსტრუქტორმა პეტერბურგიდან ვლადიმერ ეფრემოვმა კლინიკური სიკვდილი განიცადა. თითქმის საიქიოდან დაბრუნებულმა ასეთი განცხადება გააკეთა. იქაც სიცოცხლეა, ოღონდ სხვა, უკეთესი. ეფრემოვმა კლინიკური სიკვდილის შედეგად განცდილი ემოციები დეტალურად ჩამოწერა. ეფრემოვი ძლიერი სპეციალისტია ხელოვნური ინტელექტის სფეროში. დიდი ხნის მანძილზე ის საცდელ საკონსტრუქტორო ბიურო იმპულსში მუშაობდა. მონაწილეობდა იური გაგარინის კოსმოსში გაშვების საქმეში. დიდი წვლილი შეიტანა უძველესი სარაკეტო სისტემების შემუშავებაში. მან თავისი დაკვირვებები ჟურნალში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენში გამოაქვეყნა. ეს მეცნიერის მიერ საიქიო ცხოვრების პირველი მეცნიერული კვლევაა, რომელმაც თვითონ განიცადა სიკვდილი. მისი ანგარიში საიქიო ცხოვრების შესახებ სენსაციად იქცა. ამის გამოგონება შეუძლებელია, განაცხადა მეცნიერთა საერთაშორისო კლუბის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანატოლი სმირნოვმა. Поначалу мне казалось, что речь идет о моем собственном. Პროცესები იქ არ მიედინება სწორხაზოვნად, როგორც ჩვენთან. ისინი არ არის დროში გაწელილი. ისინი მიმდინარეობს ერთდროულად ყველა მხარეს. ობიექტები იმ ქვეყნად წარმოდგენილია ინფორმაციული ბლოკების სახით, რომელთა შინაარსი განსაზღვრავს მათ ადგილმდებარეობას. ისინი ჩართულნი არიან ერთიან გლობალურ ინფორმაციულ სტრუქტურაში. მას ხელეწიფება ნებისმიერი ობიექტის თვისების პროცესის, მათ შორის დროის მიმდინარეობის გაჩენა, შეცვლა ან გაქრობა. ადამიანს როგორც ინფორმაციის წყარო შეუძლია მისთვის მისაწვდომ სფეროში მყოფ ობიექტზე გავლენის მოხდენა. ჩემი სურვილით იცვლება მილის რელიეფი, ჩნდება მიწიერი ობიექტები. ჰგავს ფილმებს, სოლარის და მატრიცას და გიგანტურ კომპიუტერულ თამაშს. მაგრამ ორივე სამყარო ჩვენიც და საიქიოც რეალურია. ისინი განუწყვეტლივ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, თუმცა გამოყოფილნი არიან ერთმანეთისგან და მმართველ სუბიექტთან. ღმერთთან ერთობლიობაში ქმნიან გლობალურ ინტელექტუალურ სისტემას. ჩვენი სამყარო უფრო მარტივია გასააზრებლად. მას აქვს მუდმივობის უხეში კარკასი, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების კანონების ხელშეუხებლობას. მოვლენების დამაკავშირებელ საწყისად გვევლინება დრო. იმ სამყაროში მუდმივები ან საერთოდ არ არის, ან მნიშვნელოვნად მცირეა ჩვენ სამყაროსთან შედარებით და ისინი შეიძლება შეიცვალონ. იმ სამყაროს მოწყობის საფუძველს შეადგენენ ინფორმაციული წარმონაქმნები, რომლებიც მოიცავენ მატერიალური ობიექტების უკვე ცნობილი და ჯერ უცნობი თვისებების მთელ ერთობლიობას. ამ ობიექტების საერთოდ იქ ყოფნის გარეშე. ამიტომ საიქიოს აღწერა ადამიანთა მიერ, რომლებმაც განიცადეს სიკვდილი, განსხვავებულია ერთმანეთისგან. მართალი ხედავს სამოთხეს, ცოდვილი ჯოჯოხეთს. ჩემთვის სიკვდილი იყო გამოუთქმელი სიხარული, რომელსაც დედამიწაზე ვერაფერს შევადარებ. ქალის სიყვარულიც კი, იქ განცდილთან შედარებით არაფერია. ალბერტ აინშტაინი ამბობდა, რომ სავსებით შესაძლებელია ჩვენი შეგრძნებების ახმის მიღმა არაერთი სამყარო არსებობდეს, რომლებზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. როგორც ჩანს, ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფეს ეპოქაში ძალიან მალე ახალი, საინტერესო და შეუცნობელი მოვლენების მომსწრე გავხდებით. შემდეგ გადაცემაში თქვენ ნახავთ. სამწუხარო ამბავი გაუწყა რადიომ, პრესამ. გარდაიცვალა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. 56 წლის 9 მარტის ტრაგედია და საიდუმლო, რომელიც გარდაცვლილთან ნამდვილ რაოდენობას ინახავს. ხრუშჩოვი იმდენად საძურველი არსებად შეიქმნა სტალინის ლანძღვრისთვის, რომ ჩვენ ყველა თანახმა ვიყავით, რომ თავიც კი გაგვეწირა მაკაცის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრძოლა სტალინისთვის და ხრუშჩოვის წინააღმდეგ. სისტემა, რომელმაც ათეულობით ადამიანი დახვრიტა და მტკვარში გადაყარა. სახლში არ გამოატანეს მიცვალებული და ღრმაღელის მაშინ ღრმაღელი განაპირა უბანი ყოფილა თბილისში და იქ დაასაფლავეს. 17 დღის მერე მოიპარეს და წამოიღეს.
რატომ იყო დახურული მე-20 ყრილობა, სადაც ნიკიტა ხრუშოვმა სტალინი დაგმო და რატომ გაასაიდუმლო ეს დელეგატების ვინაობა? ეს გადაცემა გრიფით საიდუმლო იყო. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში მომდევნო ხუთშაბათს, ზუსტად ამ დროს 12-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი ეკრანზე მითითებულ მისამართებზე თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ და გამოგვიგზავნოთ თემები, რომლებიც შესაძლოა ჩვენი გადაცემისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. ასე რომ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.